კომპანია ბოდიშს გიხდით ხელფასების დაგვიანებისთვის და ამიტომ კორპორატიულ წეულებაზე გეპატიჟებათ. აუ რა მაგარი. როგორ ხარ? როგორ ხარ? რა ვიცი, კარგად. ხო, მაგრამ მიხარია რომ მივიდიო. აუ მეცან. რო გამოვიდა შიშკაცი რა უნდა ვქნათ? არაფერი ჩავისვოთ მანქანაში და დავაქვევინებთ ყველაფერს. ისეთი კარგი გოგოქაფიცა. ეგ მინდა გიორგი. კაი რა. ვი? სახიობი. მაშო მესხი. თბილისში მიდიხარ. უნდა დაუბრუნდე სასწავლებელსა. შენც ეგ არ გინდოდა? კი. გვეძავს? კი. რა ხდება უნივერსიტეტებზე მოიფიქრე რამე? რა ვიცი, კოლუმბის უნივერსიტეტი მომწონს ძალიან და ველოდები რომ კოკამ რაღაცები გამირკვიოს რა. ხო, ნუ ცოტა მალე გადაწყვიტე რა. ეხ კი არ გაჩქარებ, უბრალოდ შენთვის უკეთესი იქნება, რაც უფრო მალე ჩამოყალიბდები და. გადავწყვეტავ მალე ხო? გოგაც მოგეხმარება მაგაში. აი, მომხმარება. სხვა კიდე რა არის ახალი და? აუ რა გინდა და? არაფერი და რამდენი ხანია არ გვიცაუბრია მე და შენ და მაინტერესებს შენი. ავი არაფერი კარგათო ძალიან. არ გინდა რომ მოვაპარაკო? გაღოწები რამის კითხვა თუ გინდა პირდაპირ მკითხე ხო? ხო, კაი. უბრალოდ იმ დღეს დაგინახე ვიღაც ბიჭთან და ქალთან ერთად მანქანაში ჯდებოდი და მიმიხვდი. შეიძლება მითოლთვალებ? არა და რა გითოლთვალებ, ეს გავდიოდი სახლიდან და დაგინახე რომ მანქანაში ჯდებოდი. ჩემი მეგობარი და დედამისი იყო. და ერთად იყავით? ეს ის ბიჭია ჩემ რო გაგაცნო? კი. ესეთ იყავით? აგარაკზე. კიდე ვინ იყო? არა, ჩვენ სამი ვიყავით მარტო. არ ვიცი რა. რა არიცი დედა, რა გინდა? და ნერვიულობ ამ გიორგიზე და სულ იმაზე ვარ გადართული და რაღაცა არ მინდა რომ შენთან რამე გამომრჩეს რა. რა უნდა გამოგრჩეს? არაფერი ისე ვთქვი რა. ძალიან დიდი მადლობა რომ ნერვიულობ, მაგრამ ყველაფერი კარგად მაქვს და რიქსია ყველაფერი, რა გჭირს რა. უნდა ძალიან კარგი. წამოჩაი და არ მშიამეჭერ უკვე. აი ხო. ხო დათო. ვაგუშ, რა ქენი მიხვედი მოასწარი? კი, 5 წუთი დამაგვიანდა, მაგრამ დოდო არ იყო და. თუ გამოვიდა რაღაცეები და ყველაფერი კარგად იქნა, მანქანით გატარებდი მე რა. გამოგივა. იქ რომელზე უნდა იყოს? სამსახურის მერე 1 საათში ვიკრიბებით. კიდე მოგაკითხავ ტაქსით და გაგიყვან. არა, დათო გვიანობამდე არ დავრჩები და მე და მარიკა ერთად წამოვალთავთ. აი, იტოქში თუ რამე დაგჭირდა დამირეკე რა. კარგი, წავა.
შენ არ გინახავს ხო ირაგვა? არა. TikTok-ში ამ ნომერს თუ გარეკა, ან თუ ნახე რა უთხარი სახლშია გელოდება თუ რა. კარგი. აი დავაი, დაგაზრდა მოდი. ორძანდით. გამარჯობა და. ცოტნე. მოდი ცოტნე მოდი. როგორ ძანდებით? რაც ნელა საქმე მაყრია თავზე. აბა შეგაწუხა. ბატონ თედო. ხო. იმ დღევანდელზე მინდა ბოდიში მოგიხარ. კარგი რა ბოდიში რა შუაში. ისე უხერხულად ვიგზენი თავი ბატონ თედო. კარგი არ არის პრობლემა. რამე გართულება ხო არ მოყოლია? არანაირი. ცოტნე. იმედია ხვდები რომ ჩემი და ხათუნას ურთიერთობა უკვე პაციენტის და ექიმის ურთიერთობას აღარ აქვს, ხო? დიახ, მეც უთხარი იმ დღეს, მაგრამ არ დამიჯერა. ხო. არ ვიცი შეიძლება გავუაზრებლად მოვიდა ეს ყველაფერი. მეთუმეტეს იცის რომ ნათქვამი მაქვს რომ მე და ჩემი ოჯახი ამ რესტორანში ტრადიციულად ვსადილებთ. შეიძლება იმპულსურად გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ ურთიერთობის ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება. დიახ, მესმის და ძალიან უხერხულად გრძნობ თქვენთან თავს. უხერხულობა მეჩხუბე მაგაზე უსაყვედური. არა, ცოტნე რა. უხერხულობა არაფერ შუაშია და ჩხუბით და საყვედურით საქმეს ვერ გამოასწორებ. ძალიან გაუბრაზდი ბატონ თედო და ვერ მოვითმე. ხათუნა მაინც ვერ მიხვდება ახლა რატომ ეჩხუბები. ხათუნა ახლა ილუზიებში ცხოვრობს. გონია რომ მის მიმართ რაღაც სიმპათიები გამიჩნდა. მოკლედ ორი გზა გვაქვს. როგორ დავეხმაროთ ხათუნას? ან უნდა ვაცადოთ და იცხოვროს ამ ილუზიებში რაც ხელს არ მოგცემს. დიახ, რა თქმა უნდა. ან უნდა უთხრათ ყველაფერი და კურნალობის გზები შევცვალოთ. მესმის, მაგრამ ისე კარგად გრძნობს ხათუნა ეხა თავს, რომ ძალიან გაუჭირდება ისე ხასიათზე დაბრუნება. არა, მეც მესმის, მაგრამ იქნება ცოტა დრო მივცეთ, რა. ცოტა მოცდა კარგს არაფერს არ მოგვიტანს, მაგრამ რადგან ასე გინდა? დრო მჭირდება ხო გესმით ბატონო თედო? კარგი, გასაგებია. მოკლედ ესე გავაკეთოთ. მე ხვალ გავდივარ თბილისიდან კონფერენციამ. დიახ. იქით კვირას შეგვიძლია მაქვს მე და ჩემი ცოლი საზღვარგარეთ ვიქნებით ერთი კვირით. დიახ. ხათუნამ წამლები გააგრძელოს და თუ რამეა Facebook-იდან მეილით დამეკავშირდი, ხო? დი ბატონო, თან დრო გავაცოდა და. კარგი, შემოკარგობა. კარგი, დიდი მადლობა. კარგად. არ ითარგო არაფერზე ყველაფერი კარგად. კარგად ანდებ, კარგად. ჰავა მიდიანო. გაგიკეთეთ ხოლმე. რუსუდან საღამოს რა გავაკეთო? რა უნდა გააკეთო? რა ვიფიქრე იცი? რაღაც ახალი რეცეპტი მაქვს. ხორცი და ბოსტნეული ითუშება ღვინოში. მე მგონი გემრიელი იქნება, ხო არ გავაკეთო? საღამოს არ ვიქნებით არავის სახლში. მაგრამ გვიან რომ მოხვალთ, მე დაგახვედრებთ ქურაში, მარტო გაცხელება დაჭირდება. მოდი რა, სხვა დროს ვქნათ გამყავი. იმიტომ რომ დღეს იმდენი საქმეები მაქვს, არ ვიცი რა დროს მოვა. ბავშვების გვიანობამდე არ მოვიდა. კარგი, სხვა დროს იყოს. შემოთახში ვიქნები და შემომიტანე რა თქმა უნდა ჩემგა. დაჯექი და გაგიკეთებ მე რამეს. იყოს მეჩქარა. ინდა არ ბოკორცხი შეგიწვა? აუ იყოს რა იმაში. ჭამს. აი როგორც გინდა. რა ქენი შენი უნივერსიტეტზე არჩიე რო გინდოდა? არა ჯერ. და კოკამ რო შემოგთავაზა ის რა არ მოგწონს? კაია, მაგრამ ჯერ გადამწყვეტია. შენ კი ყველგან მიგიღებენ. აი ჩემ ვაკოს რა ეშველება არ ვიცი. რატო? რატო? იმიტომ რომ ზარმაცია. არა, ბავშვობაში ორივე დაძმა მათემატიკაში მაგრები იყვნენ. მამამისის ნიჭი გამოყვათ. ნაწყალი არის ხალი? კი, დავადგი იქნება მალე რუსუდანსაც ყავა უნდა დაუსხა. კაი, წავიდა მინდა. მოიცოდე, გაგიკეთებ 2 წუთში ჩაის, კაცო. ოცა მინდა. წავედი. ჭამა ეხლა ეს?
სათხარ შეჩემო რო გირეკავ მთელი დღეათო? ა? ახლა სამებზე გავედი. საათ? ვარ ყვევდი რა რაღაცა. მერე გეთქვა მაგის დედავატირე მთელი დღეა გირეკავ, მეც წამოვიდოდი. ხო რა. კარგი რა. მოხეულია ქვეყნიდან. როგორც სოლომონაშვილების ეზვაზე ხარ? ანდრო ანტოშკა ხო იცი საბუთებს რო ჩალიჭო. მაგასთან ყოფილა ბიჭებმა ნახეს ერთი თვის. მოიცი და შენ ნახე მერე განტოშკა? არა ანტოშკა მე და მებაზრებოდა ბიჭო. ტიპი ამდენი ხანია ჩალიჭობს და ერთი პლამია არ ქონია, თო კრიშავენ მაგას. მე ვაფშე არ დამებაზრებოდა ეგ არაფერს. რას ნიშნავს შენ დაგებაზრებოდა, წამოდი რა წავიდე და მე ვათქმევინებ რა იტებში. არა, ავით, ღადაო ბიჭო. ძალიან აპასნი ტიპია, კრიშავენ ძმაო. ან დაგვიჭერენ მინიმუმ მაგრაგწებ. კიდე მე დამიჭერენ მაგის დედავატირე, ეგ აკეთებს ყალ პასპორტებს, კიდე მე დამიჭერენ და. კრიშავენ თქო ბიჭო, ძაღლობიდან კრიშავენ, ძაღლობიდან. მომისმინე რა. შენ რო ნახე ისინი ერთად უნახავთ თუ რა ხდება ვეღარ. ბიჭებს უნახიათ რა. ო, ბიჭებს უნახიათ ერთი თვის წინ უბანშის. ბიჭო მომისმინე, წავიდეთ და ჯგრულად დაველაპარაკები რა, თვითონ სიტუაციას აუხსნი მაგ ანტოშკას, ნო. და ვეტყვის რა, ალბათ რა. მაგრა არ კიდია ეხა იმას შენი ჯიგარი ძმობას გაფიცებ? აუ, აბა რა ვქნათ გამოგები. უეჭველი თურქეთში. ეგ ეხა შენგენს ვერი ჩალიჭებ და პონტი არაა ძმაო. პასპორტი შეცვალა და ეგრევე თურქეთში მოტყდა უეჭველი. და მე რა, თურქეთში რო არა, ამიტომ რას მეუნები რომ დავიკიდოთ? თუ ვერ გავიგე, რას მეუნები? აბა რა უნდა ვქნათ ბიჭო, თურქეთში გადავყვეთ და იქ დაგვიჭირონ ზემოთ, ა? შენი არ ვიცი ძმაო, მაგრამ მე მაგრა მიტყდება რა, კაცმა უკვე მეორედ გადავაგდო, გესმის შენ? მოგვიტყდა. ჩვენ რა უნდა გვექნარო? რა უნდა გვექნა მაგის დედავატირე, ჩვენ ახ ამას ვეძებთ და ის მეორე პასპორტს ჩალიჩობს და მიდის და ტყდება. რა უნდა ვქნათ? ვახარა, იმ ხელა ხალხი დააბოლაშიჩ. და ბახაროა ვაგინეს ხდება, რაღაცა მეჩდება. ყავდეს. აჩო უეჭველი ამბავია ეგ. ბიჭებმა მითხეს. ისე იქნებ ხელსაფარებინ ისინი რაღაც. არა, ბიჭო, კარგად ვიცნობ მაგათო. დაჟე ის მებაზრნეს იმო, რომ ეგეთი ბაზარი თუ იყო, აქამდე გეთქვათო, თო. დოქში. გამარჯობა დეა. გამარჯობა. ბუდიშკი ხთერ ხა გაუფრთხილებლად რომ მოვედი. არა უშავს. შეიძლება შემოვიდე? კი, მობრძანდით. დაბრძანდით. ინტერესებს რისთვის მოვედი ხო? დიახ. პირველ რიგში მინდა იცოდე რომ საჩუქრად არ მოსულ ვარ. ალბათ გეგონა რომ მოვიდოდი და გეჩხუბებოდი. არა, არ მეგონა. ხო? თან კაი. ციკ ჩვენ მოვძებნით საერთო ენას. გისმენთ. არც იმიტომ მოვსულა რომ რაიმე შეიცვალა. ეგ არც მიფიქრია. ჩემი დამოკიდებულება შენდამი არ შეცვლილა. მე მგონია არა დარწმუნებული ვარ რომ გიორგის არ შეეფერე. ეგ გასაგებია. საერთოდ ვერ ხვდები გიორგისთან რა საერთო გაქვს. გიორგი სხვანაირი ბიჭია. სხვანაირი გოგო შეეფერება. ქალბატონო რუსუდან. იქნებ თვითონ გიორგიმ გადაწყვიტოს როგორი გოგო შეეფერება და როგორი არა. აი გახტები დედა და შენ თვითონ გაიგებ როგორ მოიქცე, როცა შვილი ვერ ხვდება. დარწმუნებული ვარ თქვენაირად არ მოვიქცევი. მე შენ არაფერს არ გერჩი. უბრალოდ მინდა იცოდე რომ ჩემს ოჯახს არ გაეკარო. არ მინდა გიორგის შენთან რაიმე საერთო კონდეს. გასაგებია.
გისმენთ. გიორგის მე სხვანაირად ვზრდიდი. ცდილობდი ყოველთვის კარგ წრეში მოხვედრილიყო. თავის და მისი ოჯახის შესაფერის წრეში. ქალბატონო რუსუდან, რამდენჯერ უნდა მაგრძნობინოთ, რომ თქვენი წრიდან არ ვარ. იმედია მეტად არ დამჭირდება. როგორც მახსოვს, სწავლის გაგრძელებას აპირებ, ხო? თუ ეგეც არ მომატყუეთ. დიახ, ვაპირებ. ძალიან კარგი. კარგი გოგო ხარ, მომწონს შენი მიზანდასახულობა. რაც გინდა, კარგად გამოგდის, ეგეც გამოგივა. ახლა მომავალში აპირებ, ხო, სწავლის გაგრძელებას? დიახ. ძალიან კარგი. აი ამასაკში უნდა მიხედო ხა სწავლას და კარიერას. ქალბატონო რუსუდან, გავიგე რომ თქვენი შული შესაფერისი არ ვარ, მაგრამ მე მგონი მარტო ამისთვის აქ არ მოსულხართ. არა, რა თქმა უნდა. მე მინდა რომ წვლილი შევიტანო შენს კარიერულ წინსვლაში. ვიცი რომ ეხლა კოლეჯში სწავლა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მინდა წვლილი შევიტანო. და ეს თუ არ იქნება საკმარისი, არ მოგერიდოს ძალიან გთხოვ. ეს რა არის? თქვენ ხომ არ გაგიჟდით, ქალბატონო რუსუდან? თქვენ გინდათ რომ ფულით მომისყიდოთ? არა, რას ამბობ, დია, მე უბრალოდ მინდა რომ სწავლაში და კარიერაში მოგეხმარო. იქნებ გონიათ რომ გიოსთან ფულის გამოვარ. ასე გონიათ ხო? არა, არც მიფიქრია, დია. ეხა აბრძანდით ქალბატონო რუსუდან. ეს აიღეთ და მიბრძანდით ჩემი სახლიდან. დია, დამშვიდდი და კარგად მოიფიქრე. თქვენ მათხოვარი ხომ არ გონივარ? გონიათ ფულით მომისყიდით, არა? გასაღებს საძაიღე. მე მეკითხები, კაცო? შენ არ ამოიღე ჩანთიდან? აი, ეხლა თქვენ თუ გასაღები დაგჭა, ფეხით გაგიშვათ ორივესა გოლში რა. ვიყავე. აუ, გორმომელად რა ცხოვრობა. რა არის ქალო ესა დაქცეულა, ოღონდაცა ხო გითხარი დაუდე იმეთქი ჯამი ადამიანს. აი ეგრე რო უდებით ჯამებს, იმიტომ აღარ მაქვს ერთი რა. აბა მანახე ერთი რა არ ჩაქცევ. გაიწმინდება ესა, გაიწმინდება. გააჭირე. ლივტის ფული გაქვს? აუ, არა. 20 თეთრიანი მიდის? ეგრე ლარიანი სწავა რო ჩააგრო რა. აჰა, დავუმატე. ნუ რა გინდა? ხა კარგად მომისმინე შენ. შენ ახარ პასუხისგებელი ეს უაკ ჩამოვიყვანე იქ. ო, მივხედავ, კაცო მე. დაიწყებს სწავლასა და მოევლება ყველაფერს. ახლა ცოტა ფხიზლად თუ არ იყავი, ვერ ეხედავ ხარსა თავის ადრობენ ერთმანეთს. მამა გიგე დავადი. დიახ, გისმენთ? გამარჯობა. ქალბატონ თინას ვესაუბრები? დიახ, გისმენთ? ქალბატონო თინა, მე თქვენი სტუდენტი ვარ ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან. დიახ, გისმენთ? იცით, ამ სემესტრში აკადემიური მქონდა აღებული და სწავლის გაგრძელება მინდა. სახელი მითხარით თქვენი? ნინი. კარგით, ნინი, მობრძანდით ხვალ და დეტალურად გავიაროთ ეს საკითხი. კარგით, რომლისკენ მოვიდა? როცა გინდათ, მე მთელი დღე აქ ვარ, ოღონდ დილით მაინც შემეხმიანეთ. კარგი, გმადლობ. კარგით, ნახვამდის. რა ურა გითხრა? არაფერი, ხვალ მოდიო. რომელ საათზე? რა ვიცი, დილის გავიგებ. მეც მოვდივარ. კაია, შენ მოდიხარ, საჭიროა ხო? ჩერდი, ნუ მეკამათები ეხლა. ესეც ასე. რა ბატონო? აუდიტი დასრულებულია. აუ, ესე ვეძო. ხო, დოკუმენტაცია წესრიგში იყო და მარტივად მოვჭია. რა უნდა გასვლელი? რაღაც უმნიშვნელო რა, რაღაც საბუთების გამო ალბათ რა. გადმოგიგზავნი და ნახავ მე. გიორგი, სად ხარ? სამსახურში რა ხდება? 1 საათში გელოდებით შენ და ზუკას ჩემთან. დეტალურად მინდა გავიარო სერვის ცენტრის ამბები. ხო, თან ერთ კაც უნდა შეგახვედრო და გელოდებით სასწრაფოდ. არა, მოვა. ხო, კარგი, აბა.
მედეჩი ეცარჩი რამოსასთან მოხში დაბარებული. სერვის ცენტრის ამბავზე? ხო, აბა ხომ მედეჩი დაბარებული. გადაო, ვაიმე რა მაგარია. მე ბაქოში ვიყავ. აუ ეს უზარმოა. ვარდა ტიპა ძლივს მოიცალა. ხარ ვერ გადავდი. ხომ წადი შენა. მე საწავლიდე, შენი იდეა და შენი პროპაგანდა რა. ორ ადგილას ერთდროულად ვერ ვიქნები ძმა. რა ვქნა. ბიჭო, რა სერვის ცენტრია მაგარები? სიმე ტექნიკის. შენ აუდიტს ხომ მორჩილე? ხო რა. სხვა საქმე გაქვს? ავი აბა. ბაქოში მიწავდნენ, რა. ნუ აი რა ბაქოში რა. ხო რა. ნუ აი შემეშვით რა ბაქოში და. რა ბაქოში ჩახვა. დღეს ხვალ ერთ ორ კაცს ნახავ, დაელაპარაკები, მე კასპიის ზღვაზე გაისეირნებ, რაღა დალევ და წამოყოლ უკან. აი ბაბაზე აფიცებ რა და მეჭირდება. და შემოძეს დამოგდები. არ მინდა რა. გთხოვ ბიჭო, ერთ კვირაზე მეტი ამ შეხვედრას ველოდები, ძლივს მოიცალა კაცმა. მეორეჯერ როდის მოიწვის კაცმა არ იცის, გადაო. და მომისმინე. ვინ სერიოზული სანდოკასი ჭირდება რა. ფულია შესაძლებელი ახლა ფესიას ყოლა უშო. დი რა გთხოვ რა. რა ფულია შესაძლებელი. რაღაც ფული რომ ვერ გადავიცი და შეგვიძლია. კაი, хорошо. სწავლე. ოსა გამარტვი რა. ნუ ეხა დეტალები. კასკადი გაივლი ყველა. თავი ჩე. ავტი. შეიძლება. მოდი ლევან, მოდი. დაჭიქი. აბა, რა ხდება ისე? ლევან, ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. რა ხდება რა დავაშავა? რას ქვია რა დააშავა? ლექციებს აცდენ. აგვიანებ. და თუ მოდიხარ ისეთ ფორმაში მოდიხარ, რომ ჯობი არ მოხვიდე ლევან. ხო, ნუ არ არის თქო ეგრე რა. რთული პერიოდი მოხდინა. გასაგებია რომ რთული პერიოდი გაქვს, მაგრამ ეს შენი რთული პერიოდი საქმეზე არ უნდა აისახებოდეს. ვიცი და ყველანაირად ვცდილობ. ნუ როგორ ჩანს, საკმარისად არ ცდილობ ლევან. შენს გამო ადმინისტრაციასთან პრობლემები მაქვს. და რა ვქნა, რა გავაკეთო? კიდე მეკითხები რა უნდა გააკეთო? მე ვიცი რაც უნდა გააკეთო. ისი თქმა გინდა, თინა, პირდაპირ მითხარი რა. ასე ვერ ვითანამშრომლებთ რა ლევან რა. მაგდებ? ლევან სხვა გზა არ დამიტოვე. ორჯერ იყვნენ შემოწმებაზე და არც ერთხელ არ იყავი. ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. რთული იყო? ჩემთვისაც რო არ ყოფილიყო რთული ესეთი რაღაცა არ მოხდებოდა თინა. და თუ არ შეგიძლია მაგის გაგება, მაშინ კარგად ბრძანდებოდეთ. ალო. ლევან, გამარჯობა. გამარჯობა. სად ხარ? უნივერსიტეტში. საბას უნდა შენი ნახვა, შეძლებ მოსვლა. კი, მოვალე. მიხვეწები ფხიზელი და მოწესრიგე. კი, თამრიკო, კი. რა ხდება რა, სიცხე ხო არ? არა, ისე უნდა შენი ნახვა. კარგი, მოვდო. მომკალი და ვერ მომგონი გამთიეთ. ხო და რატო? რავი არ შემიძლია ეს მეტად ემოციური ხალხი ეს ჩემი გული შეგეკუთვნის ჯულიეტა და ეს. ხა ეგრე არ ამბობდნენ და თან ჯულიეტას ადნახე. ჯულიეტა იყო ისავა ვინ იყო? ეს ბიჭი მე არ რომეო. შენ ეგრე არაფერი არ მოგწონს თორემ. როგორ არ მომწონს ახლა ტარანტინოს ფილმი მაგას მივასწრებ. აი ფილმი სხვა რაღაც არის და ხა თეატრი საერთოდ სხვა რაღაც არის. არა ის თეატრი ჩემი მოშდა. მის არ არის ჩემი მაგარი იცი და არ არის ჩემი არა არ გესმის. როგორ არ მესმის ახლა თეატრში ძალიან მარტივია ყველაფერი მესმის. არ ვიცი. ძალიან მაგარი მომენტი რო არის ხოლმე მინდა რომ დავასტოპონ გადავახმი. ბაზარი არა მაგას მომწონს ახლა ფილმი ბევრად კომფორტული საყურებელია იმიტომ რომ ჩავცე ტელევიზორზე წამოწერი ნებისმიერ პოზაში უყურე. ხო სკამზე ჯდომე ძნელია გასაგებია მაგრამ გაშუქია. ალო სად ხარ შეჭი? რომელი ხარ? რომელი ვარ, ჩამოვარ.
უკვე ჩამოხვედი? ო, უკვე მიდი რა გამო რა მალე რა. უკვე? ო, უკვე მიდი მალე რა. ბიჭო, საღამოს არ უნდა ჩამოსულიყავი, ხანცალია. შენ ბიჭო სულელი ხო არ ხარ? რა არცალია გამომეთქი რა მალე რა. ბიჭო, აუ, კაი, ხო. ისედაც ტრაკი არ გაგიტოკებია ბიჭო და გამოდი მეთქი ხა მალე რა. კაი, მოვა, ხო გამოვა. მიდი მალე ქენი დავაი, გეოლდები. ო, მოდივარ. ხომფრინობა. კი, რაღაც საქმეზე დამიერთეს და. უკიდე იცი რომელიც სცენა მომეწონა ყველაზე მეტად ის ქერა ბიჭი რო თამაშობს გოგოს შესახვედრად რომდის. ძალიან დრამატული სცენა იყო. რომელი? ქერა ბიჭი. ძალიან უჭიერი ბიჭია რა. ძალიან მომეწონა ეს სცენა. თაკო. ბოდიში უნდა გავიდე რა საქმეზე დამიერთეს. როგორ? არ გიცნობ რა. ჭირალი გავაუში. ხარშუტა. კი, უკაცრავ დანგარი შემოვიდაოთ რა. ხო. იდოქში. აქ თუ გადაეყრები დაგბრიდავს. იმენა დაგბრიდავს. იგა მომისმინე ჩემო ძმაო. მე რაც მქონდა ფული ხომ მოგეცით არა? მეტი რა გავაკეთო ძმაო? ყველაზე მაგრა თქვენთან მქონდა ჩაჯმული და ეგეც მაგიტო, თორე სხვები მაგრად დავიკიდე თუ გაინტერესებს. მე ვაფშე არ მაინტერესებს ვინ დაიკიდე და ვინ არა რა. დავითას კიდე ვაფშე მაგრა არ აინტერესებს ძმაო. თავის მაყუცით ხოვს და ვერც გაამტყუნებ ბიჭო. ერთა მომისმინე ფული ხომ მოგეცით არა? ხომ მოგეცი მეტი საიდან გაგიჩინო ხო ვერ მეტყვიდო? ხო და რო ვერ გააჩენ, აქედან უნდა მოიხიო. ბაიგე? თორემ მოვიხიო მაგით დავითას რა მე. რა და ის ბიჭო რო შარში აღარ გაეხვევა, ეგ ერთი და მე მეორე შენ გადარჩები, ცოცხალი. ამენ დასაბრედი კი ხარ შენი საქციელის მერე, მაგრამ ეყოფა რა, ოჯახი ყავს თავისი შარები. და როდემდე ვემალო დავითას, ოდესმე ხო შევხვდები, სადღაც ხო გადავაწყდები არა? ქვეყნიდან უნდა მოიხიო ბიჭო, გაიგე? და ზემოდან არც იქ არ უნდა გამოყო ცხვირი. კაროჩე იგა მე დავითას ვნახავ რა. გაიგე? ვნახავ დავებაზრები და თუ მოსაკლავი ვარ მომკლას მაგის დედაცა მოვყან კიდე ზევი. ბიჭო, მომისმინე. ამდენი ხანია რას გებაზრები, ვერ გაიგე? ვაფშე არც სიკვდილის არ გეშინე და ძალიან მაგარი ტიპი ხარ ბიჭო. გეუნები შარში არ მინდა რომ გაეხვიოს მეთქი ბიჭო. მე კი არ მეხალისება თქო ბიჭო, დავითას ნახვათო. გიჟი კი არ ვარ. მაგის ნახვა სოჭი დაბრედვა მირჩევნია, მაგრამ რა ვქნა? ვნახავ კაც დავებაზრები აუხსნი. თვითონაც მეტყვის ერთ-ორ სიტყვას და რაღაცაზე დავლაგდებით რა ძმაო. ბიჭო, მომისმინე. რო შეხვდები და დაებაზრები, ეგ არ არის ეგრე რა. საუკეთესო ვარიანტი არის რომ მოხიო მეთქი ძმაო. ის ძველი დავითა აღარ არის ბრატ. და აღარ თქვენ ახართ კიდე ძმაკაცები ზემოდან, გაიგე? ვიცი და. ხო და თუ იცი წავედი. ისე ნუ იზავ რა. რო კიდე მეორე ჩაუჯვა ცხოვრებაში, გაიგე? თორე არ მინდა რომ გადამიტრიალდეს რა. თორე ხო იცი? ვიცი. დედაშევიცი. დაშევიდეს. ვისაც უნდა თამაში დაждდეს. როგორ გავხევიდო? 300 დამიმატე. 1000 ლარის პონტი არ გვაქვს? არა, ბიჭო, მეც მაგარი გავიზესოთ ეს. ბიჭო, დაბალზე რო ითამაშო. როგორო? ეცადე. ვალზე ითამაშე და მოიტანს რა. მოიჭველი მოიტანს. მოგითხარი მოიტანს თქო რა. აი
ბაზარი არა. ისმენ. ფიშკებს მოგცემს. და მე მოიტან, რა? ბაზარი არაა და. დაждես? აი, დაჯი. აუ ბრატ, აქ მე ვიჯექი რა. შევიძმა, კამერა გადაიქი დაჯი. ამალები რა? 1000 ხო? ო 1000. 1000. ჩან ვარ? კი, დედი. როგორ ახარ? კარგად, შენ? რა ვიცი, ვარა. აი ხა შენ ძმას უკეთებს საძილს. მოეგეც რა. ამ ხელა ბიჭი თავისთვის ვერ იმზადებს ვერაფერს. მაგან ხო იცი კვერცხი შეწვის მეტი არაფერი არ იცის. მე კიდე ხა ხორცს უწვავ. ბოსნეულის გარნირით. სხვათა შორის გუშინ ვისწავლე. მომენატრა შენი გაკეთებული საჭმელი. მე კიდე შენ მომენატრა დედა. მეც და მაგრამ რა ვქნა, დროც არ არის რომ ჩამოვიდე, გნახო და მერე დავბრუნდეთ. არა, დროის გარდა ახლა ზედმეტი ხარჯიც არის. მე კი მინდა რომ აქ იყო, მაგრამ რას ისა? ხო. შენ რა შვები მითხარი? რა ვიცი. გადავიღალე ცოტა. ვიცი შენ რო აქ იყავი რაღაცა განაწილებული ქონდა ეს საქმე და ახლა გიორგაძეებთანაც მე მგონი ტყუილად დავდივარ. ტყუილად რატო? რა ვიცი, აღარ არის იმდენი საქმე ადრე რო იყო. გითხრეს რამე? არა, არაფერი. მე თვითონ ხვდები. მე კიდე არ შემიძლია ესე უსაქმოდ ყოფნა, ხო იცი არა დედა? დედა, ხალხი ნატრობს თავისუფალ დროს. რა მოხდა მერე? ეგ ვისაც უსაქმურობა უყვარს. აი, შენი ძმა მაგალითად. კაი, დაენებე თავი მერეც ეყოფ ამაგას. ხო, მაგრამ კეთი რაღაცა საქმეს უნდა მოკიდოს უკვე ხელი რა. დიდი ბიჭია. დრო არის. მე მუშაობდი მაგის ასაკში. ხო, და დაელაპარაკე რა დედა რა. იქნებ ცოტა დასერიოზულდეს, რაღაცას მოკიდოს საქმეს ხელი რა ვიცი. კაი, დაველაპარაკებ. მითხარი შენ როგორ ახარ მან? რაღაცა გამოუძინებელი საქმე. ხო, ძალიან. ხანდახან ნატრობ რომ 5 წუთი დავიძინო. დედა, მაგდენი საქმე რა გაქვს შვილო? ღამე მუშაობ? არა, ეს არა, მაგრამ როცა გამომიძახებენ, მიწერს მორიგეობა. ნიკა სულ იქ არის. მაგდენი საქმე თუ იყო, დარჩენილიყავით აქ. იცი რა, მეც ვფიქრობ ხოლმე მაგას, მაგრამ რა შედარება. ესეთ გამოცდილებას მანდ ვერ მიიღებ. ძალიან მაღალი დონეა მართლა. ნუ, მაშინ კი უნდა მოითმინო დედა რას ისა. ვითმენ. დედა, ნიკა მოვიდა რა მე მგონი და წავალ ხო? მართლა? უი, კარგი, მიხედე მაშინ, მიხედე. ხო, ბოდიში რა, მაგრამ ამდენი ხანია ესე ადრე არ მოსულა. კარგი დედა, რა ბოდიშებს მიხდი არ გწვენია. დედიკო, მოიკითხე ჩემგან ნიკა, კარგი? კაი, კოცნი. კარგი, კოცნი დედა. აუ ესეთი კარგი სიტუაცია იყო, ყველა ერთობოდა. ვერნი იყავის? ხო, თანამშრომლები ჩვენ. გოგოები მარტო. გოგოებიც და ბიჭებიც. ისე რამდენჯერ დამირეკე რა იყო. მარიკას კლიენტები ურეკავდნენ შენ, მე მთელი საღამო ტელეფონზე ვაკიდე. აი, მაგას სამჯერ დაგირეკე და. ხო, მაგრამ სამჯერ 3 საათის განმავლობაში. აი რა. ედაირაკლამ გავარკვიეთ, ხო იცი, ბახას ამბავი. მოხეულია. მართლა. ო, მგონი თურქეთშია მოხეული რა და თქვენ კიდე ამბობდით, რომ ფული არა აქვს მაგ ჩემისას. აი დათო შეეშვი რა. შენნაირი იმდენი ყავს მაგას გადაგდებული, დაანებე თავი რა. ვერ ხედავ რომ არ უნდა იმ ფულის დაბრუნება. რა შევეშვა მაგა. უეჭველი უნდა ვნახო თურქეთში. გამორიცხულია რომ არ ვნახო, იქ ვიღაცებზე გავალ რა, ვიცნობ ვიღაცებს. გამორიცხულია რომ არ ვნახო. სად უნდა გახვიდე თურქეთი რამხელა, სად უნდა იპოვო? მოკლედ მაგა, მე ამ საქმეს ესე არ დავტოვებ რა გესმის, რომ გადავყვე კიდეც და რომ შევაკვდე, მაინც უნდა ვნახო რა. არ არსებობს. მაშ დაგვიკიდე ჩვენ ფეხებზე და ვსდიე ბახას. შენ თურქეთი გერმანია ხო არ გონია? ვერ გადარჩები იმათ ციხეში. აი ციხე რაშუაშია, ციხე კაცი უნდა ვნახო მეთქი, გეუბნები რა. მაშინაც კაცის სანახავად წახვედი შენ. მაგა, შენ ეხლა ორ რამეს ურევ ერთმანეთში რა. ის იყო სხვა პონტი და ეს არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა. ხვდები? ეხლა თან ვიცი როგორ უნდა ველაპარაკო იმ ჩემისას რა.
თეთო ვერ ხედავ რომ არ აღმოჩნდა ის ტიპი ვინც გეკონა. დაანებე თავი, არ მინდა რომ ახალ შარში გაეხო, რატო ვერ ხვდები ამას? შეეშვი რა და ვიცხოვროთ წესიერად, ნორმალურად. და ნორმალურად და წესიერად როგორ ვიცხოვროთ ერთი გამაგებინე რა, ჰა? ამისათვის საჭირო რომ ყველაფერი დავალაგოთ, ხო და ყველაფერი რომ დავალაგოთ, ამისათვის ფულია საჭირო. ფულის გარეშეც შეიძლება რაღაცნაირად დავალაგოთ. მოვიფიქრებთ რამეს. მოფიქრებულია უკვე რა. გადაწყდავსა. მაშინ წადი თურქეთში და საერთოდ სადაც ბახაწავა ყველგანს დია უკან. მაკა გეხვეწები რა, იმის მაგივრად თუ დამაწყნა რომ ნერვებს მიშლიდო. ვერ ხვდები რომ შენზე ვფიქრობ და არ მინდა რომ ახლა რაღაცა უსიამოვნებაში გაეხო და შენ კიდე არა. ხო და მეც გელაპარაკები მე ადამიანურად არ გესმის რა, მაინც და მაინც იმ რაღაცა ამბავს მიხსენებ რა. მორჩა გადაწყვეტ თქვი და დამთავრებულია. აქტივისტისა რომ ხშირად მანქანას ნახავდა. სითხარით, რამდენი ხართ ასეთი? ზოგი კოკაინის სიყვარულის გამოდის, ზოგი და ბანკი გაძარცვას.